აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალუბრიშვილის დავალებით მეორე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან. დღეს შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გაიმართა. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს. სამუშაო ჯგუფის წევრები სწრაფი კოორდინაციის მიზნით ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან გალუბრიშვილის დავალებით უკვე რამდენიმე დღეა ვიმყოფებით დასავლეთ საქართველოში. ადგილზე ვეცნობი დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიერად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა. შექმნილი არის საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ საკითხებს ამ სტიქიასთან დაკავშირებით, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გამოსული ვართ რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად დასახლებული ჩვენი დროებითი მოსახლეობის ყველა ლოკაცია, ყველგან ვიყავით მისული, ვსწავლოთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რაც აი ამ სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც ჰქონდათ, დაუგროვდათ. დახმარება ჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ეს პირველი არ არის ჩვენი შეხვედრა, ბევრჯერ იყვნენ და ხმაყოფილები დავრჩით და იმედია, რასაც დაკვირდნენ, ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მთავრობა.